დღეს ღამით ქრისტიანული სამყაროს ერთი ნაწილი იესო ქრისტეს შობაზე იმობს. ქართველი მართლმადიდებლები ამ მოვლენას 7 იანვარს აღნიშნავენ, თუმცა 25 დეკემბერი მათ კალენდარში სადღესასწაულოა. ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური შიოლაშვილი. ამ სახელითა და გვარით მას უკვე თითქმის 9 საუკუნეა არავინ მოიხსენიებს. უკვე 29 წელია მღვდელ მონაზონი ილია საქართველოს სულიერი წინამძღვრის საპატიო და ამავე დროს უაღრესად მძიმე მისიას ასრულებს. თითქმის განადგურებული ქართული სამღვდელოებისა და საეკლესიო ტრადიციების გადარჩენა და აღორძინება. წართმეული ავტოკეფალიის დაბრუნება და არა მარტო მართლმადიდებლური საზოგადოების დიდი ნდობა. მისი უწმინდესობის მოღვაწეობასთან პირდაპირ კავშირშია. ხვალ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ილია მეორის აღსახტრების დღეა. დღეს კი პატრიარქი დროების ჯგუფსაც შეხვდა და თავის 29 წლიან სამღვდელმთავრო მოღვაწეობაზეც ისაუბრა. კათოლიკოსობის მძიმე ჯვარი და საწმსხსოზე ზრუნვისა და ლოცვის 29 წელი. თია სიჭინავა სიუჟეტში. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ეკლესია. ერთმა სასულიერო პირმა ასე თქვა, რომ პატრიარქმა ჩაიბარა სუდარა გადაფარებული ეკლესია. უფალი ამბობს, მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემს მან კეთილმან თავი თვისი დასდოს ცხოვართათვისო. ეს ქრისტეს სიტყვებია და ყველას სულიერი წინამძღოლის ვალი. 29 წლის წინ ვალი კიდევ უფრო მძიმე იყო, თუმცა უარის თქმა არც უფიქრია. მე მიიღე ეს ღვთის ასეთი გადაწყვეტილება, როგორც დიდი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. და აი ამ 29 წლის განმავლობაში რა მოხდა? ხალხი ხედავს და მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის არც ჩემი დამსახურება, არც წმინდა სინოდის და სამღვდელოების, ეს არის ღვთის დიდი წყალობა. ხანდილის ცისკარსედრები ხან ვარსკვლავს და ემკვანები ვერ ჩაგიარე უგულო ვერც მოგარიდე თვალები. ღვთის პირველი წყალობა აღსაყდრების პირველივე დღეს გამოჩნდა. მაშინ როცა მრევლისგან დაცულ ქართულ ტაძარში მორწმუნეთა რიგი დადგა 151 პატრიარქის ქადაგების მოსასმენად. აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევაი ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე. გზამზიან ღამეში ისეთივე ეკლიანი იყო, როგორც გოლგოთაზე, მაგრამ უკან გაბრუნების ან შეჩერების უფლება თავად უფლისგან არ ჰქონდა. ამიტომაც ურწმუნოთა ხანაში მორწმუნეთა გამოფხიზლება და ქართული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის დაბრუნება ითავა. ძალიან ხშირი შემთხვევა იყო, როცა ჩვენ გეგმავდით რაღაც საქმის გაკეთებას, ხელისუფლება წინააღმდეგობას გვიწევდა, მაგრამ საქმე მაინც კეთდებოდა. ასე გაიხსნა სასულიერო აკადემიები, სემინარიები, სასწავლებლები. წლების განმავლობაში ჯვარი უფრო დამძიმდა, იყო მძიმე განსაცდელი ჟამი. წავიდეთ ერთად ქართველის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მართლობა შევსწიროთ უკავ. მას შემდეგ ხალხი ტაძარს დაუბრუნდა, მას შემდეგ ეკლესიები აშენდა და ქართველებს სამების ხილული სასწაული მოევლინა. ქართველმა ხალხმა ააშენა თავისი ავტოპორტრეტი. შექმნა მართლაც აი ამ ტაძრის აშენებით ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ძლიერი ყოფილა, შინაგანად ძლიერი ყოფილა საქართველო და ქართველი ადამიანი.
პატრიარქმა ყველაზე რთულ გამოცდას გაუძლო. დღეს კი როცა ყველაფერი შეიცვალა, სასოწარკვე და სხვასაც არ დაანებებს. ერთხელ დიდი ხნის განშორების შემდეგ ერის სულიერმა წინამძღოლმა იმ მიწაზე დადგა ფეხი, სადაც 11 წელი იმსახურა. პატრიარქმა მაშინ იტირა, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს. ჩვენ არაფერი არ დავკარგეთ. ეს დროებით ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის. ეს იყო და დარჩება საქართველოს შემადგენლობაში. 29 წლის გადასახედიდან ვერ ეგუება იმას, რასაც არაერთსულოვნება ჰქვია. საჭირო ერთსულოვნება. ეს დაპირისპირება. პარტიული დაპირისპირება. ხალხის პარტიების ეს ძალიან მძიმედ აწევს ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს. ერის წინამძღოლის საკუთარი საგალობლებით უფალსაც უგალობს და ერისშვილებს სიმღერებსაც უძღვნის. ხატებსაც წერს, ბრელზე ლოცულობს და საკუთარ თავზეც. ალბათ მთელი საქართველოს წოდები რომ შევკრიბოთ, ეს ყველაფერი ჩემშია. მაგრამ ყველაზე მეტად სამწყსოში რწმენის დაბრუნებაზე ოცნებობს. ამიტომაც უკვე ტრადიციად დამკვიდრებული შობის ღამის რიტუალის განმეორებას გვირჩევს. შობის ღამეს ავანთოთ იმედის სამთლები. მოიწვიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ჩვენთან იშვას, ყოველ სახლში იშვას უფალი და განსაკუთრებით ადამიანის გულში უნდა იშვას უფალი. შობამდე ჯერ კიდევ 14 დღეა, თუმცა ყოველი დღე პატრიარქს მის მიწიერ მისიას ახსენებს. ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენა მამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა.